ლოს-ანჯელესში ტყის ხანძრებთან გამკლავებას მაშველები ამ დრომდე ცდილობენ. ხანძრების მასშტაბურად გავრცელებას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 10,000-ზე მეტი ნაგებობა განადგურდა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც იტალიაში გამგზავრებას გეგმავდა, ვიზიტი გააუქმა. ლოს-ანჯელესის სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელის თქმით, სამაშველო ოპერაციებში ჩართულია 1800 მეხანძრე. ევაკუაციის განკარგულება 180,000-მდე ადამიანისთვის გაიცა. სასიხარულო ამბავი ის არის, რომ ქარი ცოტათი შემცირდა, რაც საკმარისია იმისთვის, რომ ჩვენ სამაშველო სამსახურებს მიეცეს შესაძლებლობა ეფექტურად მუშაობისთვის. ევაკუაციის შესახებ გაფრთხილება მიიღეს სან-ფერნანდოს ხეობაში, სანტა-მონიკასა და ალტადენაში. დონალდ ტრამპმა კი კალიფორნიის გუბერნატორი გევინ ნიუსომი და მისი ადმინისტრაცია კრიზისის არაეფექტიანად მართვის გამო გააკრიტიკა. მან ვაშინგტონში მიცემულ ინტერვიუში გავრცელებულ ხანძრებს ტრაგედია უწოდა. განადგურდა ძალიან ძვირფასი სახლები და შენობები. ეს არის ნამდვილი ტრაგედია. ეს არის გუბერნატორისა და შეიძლება ითქვას მისი ადმინისტრაციის დიდი შეცდომა. პოლიციამ ლოს-ანჯელესის ოლქში ძარცვის წინააღმდეგ საბრძოლველად კომენდანტის საათი გამოაცხადა, რომელიც ძალაში იქნება ხუთშაბათ საღამოს 6 საათიდან პარასკევს დილის 6 საათამდე. სამართალდამცველებმა ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პოლიცია მიტოვებული სახლების გაძარცვის ბრალდებით 20 ადამიანი დააკავა.